საღამოშვიდობის ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობის სახეები. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ თქვენთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი პიროვნება ბატონი სოსო მუმლაძე. ასევე დარჩით ჩვენთან ერთად. ლიც ანკეტა. ზოდიაქოს ნიშანი მშვილდოსანი, საყვარელი ქალაქი გორი. ცხოვრების მიზანი, ნორმალური ცხოვრება და კარგი ოჯახის შექმნა. ოცნება, ბედნიერი და მშვიდობიანი საქართველოს ნახვა. საყვარელი მწერალი კონსტანტინე გამსახურდია. მისაბაძი ისტორიული პიროვნება დავით აღმაშენებელი. საყვარელი სადილი ჩიხეთმა, ჰობი მთაში სეირნობა. ბიოგრაფიული შტრიხები. სოსო მუმლაძე დაიბადა ქალაქ გორში 1977 წლის 2 დეკემბერს. 1994 წელს დაამთავრა გორის ნომერ 9 საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლას აგრძელებს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს. 1994 წლიდან 2002 წლამდე მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონებში, საფრანგეთის სახალხო დახმარებაში. 2000-2001 წლებში მსახურობდა ეროვნულ გვარდიაში. 2003 წლის იანვრიდან იწყებს მოღვაწეობას ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. 2004 წლის 27 იანვარს დაინიშნა გორის რაიონის გამგებლად. ავს დედა ლალი იოსებიძე, მამა შოთა მუმლაძე, პატარა დები ანა და თამარი. იგი საკმაოდ მშვიდი, კეთილი, წყნარი ბავშვი იყო. ისევე როგორც ბიჭების უმრავლესობა, ოცნებობდა პოლიციელებაზე. მოსწონდა მათი ცხოვრების წესი, სიამოვნე და ფორმიანი ადამიანები დანახვა. თუმცა პოლიციელობა ყოველთვის მიუწვდომელ ოცნებად მიაჩნდა, რასაც ნამდვილად წუხს ახლა უკვე გამგებელი სოსო მუმლაძე. ის არის, რომ 12 წლის ასაკში დაიწყო სიგარეტის მოწევა და ეს ფაქტი გახდა პრობლემების დასაწყისი მშობლებთან. თუმცა დედმამის სიმართლეში დღეს უკვე ეჭვი აღარ ეპარება. მას განსაკუთრებულად უყვარდა ბუნებაში ყოფნა. იყო მოყვარული ალპინისტი. ამჟამად კი სოსო მუმლაძეს თავისუფალი დრო ბუნებაში სასეირნოდ, იგივე განკურთხვის საშუალება ფაქტიურად აღარ რჩება. ისე ჩვეულებრივი ბავშვი, ჩვეულებრივად სწავლობდი, დავდიოდი სკოლაში, ისეთი განსაკუთრებული არ ყოფილა. ძმები ზომიერად ვიყავი, ცელქიც ვიყავი და დამჯერიც ვიყავი. ისეთი განსაკუთრებული არც ცელქი არ ყოფილა და არც ძალიან დამჯერი. შატალოზეც მიყვარდა, როგორ მიყვარდა, დავდიოდი შატალოზეთ. ერთი ის იყო, რომ სიგარეტის მოწევა დავიწყე ძალიან ადრე და ძალიან სერიოზული პრობლემები მქონდა სიგარეტთან დაკავშირებით. ხშირად მიჭერდნენ. ყველა სახში მისვლაზე ჯიბეების ამოტრიალება და დასუნვა თუთუნის ნახვა. როგორ დამთავრდა მე ეს ისტორია? დამთავრდა უჩვენებრივი მშობლებმა დათმეს, მე ისევ სიგარეტს ვეწევ. სოსო მუმლაძის მშობლები არიან ქალბატონი ლალი იოსებიძე და ბატონი შოთა მუმლაძე. ისინი გულახდილად გვიყვებიან ახალგაზრდა გამგებლის ბავშვობასა და სკოლის წლებზე. პატარა სოსო თურმე ძალიან მშვიდი ყოფილა და განსაკუთრებით კარგად სწავლობდა. თუმცა სკოლის დამთავრებისას, როდესაც ქვეყანაში აერია ყველაფერი, თანაკლასელებთან ერთად სკოლაში გაკვეთილებს ეჯდომას სტალინის ბაღში ყოფნა ერჩივნა. სტუდენტობის პერიოდში კი ბევრს მუშაობდა. ერთადერთი პრობლემა სულთან მიმართებაში მაშინ გაუჩნდა, როდესაც მან ადრეულ ასაკში სიგარეტის მოწევა დაიწყო. მაშინ ბატონი შოთას ყოველგვარი სადამსჯელო ღონისძიება უშედეგოდ დასრულდა. სოსო ძალიან გონიერი, დამჯერი ბავშვი იყო. მე არ მახსოვს, რომ სკოლაში მომზადებელი წასულიყო და რასაც დავავალებდი, უპასუხისმგებლად გააკეთებინოს. საინტერესოა აი შემდგომი პერიოდი უკვე. ხო, შემდგომი პერიოდი ხო 90-იან წლებში როცა გაუცხოებული იყო სწავლა და ყველაფერი. სკოლაში ფაქტობრივად აღარ დადიოდა ბავშვი. და მე ახლა ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გარკვეულ კალაპოტი ჩამეყენებინა. მივიყვანე სპორტულ კლუბ ტონთიოში და იქ დავასაქმე. და შემდეგ დაუკავშირდა მისი ცხოვრება ტონთიოს წლების განმავლობაში, იყო მისი წევრი, შემდეგ ინსტრუქტორი და შემდეგ როცა დაიწყეს მათ ჰუმანიტარული დახმარების გაცემა იმ ტერიტორიაზე, იქაც დაიწყო მუშად მუშაობა. ატაკილობდა არც ფიზიკურ მუშაობას და არც ეხლა ატაკილობს ფიზიკურ მუშაობას. რამდენი კაცი ვიყავით მასთან ურთიერთობაში? თუ მიგიმართიეთ დამსჯელი ზომები? დამსჯელი ზომებისათვის მიმართია, მაგრამ ზომიერი ურთიერთობა ქონდა მაინც მუდამ. ზომიერი ურთიერთობა ქონდა. ხშირად გაბრაზებდათ? არ ვსტო ხშირად. იმიტომ რომ ზომიერი ურთიერთობა ნიშნავს, რომ
ურთიერთგაგების საფუძველი ჰქონდა ერთმანეთის. პრობლემები ალბათ სიგარეტის მოწევასთან დაკავშირებით შეგექნათ. პირველი პრობლემა ნამდვილად სიგარეტის და დანარჩენი პრობლემა მასთან არ მქონია. დღეს როგორი ურთიერთობა უკვე გამგებოს სოსომულაძეს მამასთან? ხლა გამგებელს სოსომულაძის მამასთან ისე ჩაული ურთიერთობა, მაგრამ გაუცხოებული ვართ, იმიტომ რომ დაკავებულია ძალიან და ხშირად ვერ ხდებით. იგი რომ მოდის მე მძინავს, დაღლილი, მაგრამ მე რომ ვდგები უკვე ვერ ხდებით რა, იშვიათია ხოლმე შემთხვევა, რომ შაბათ-კვირას ერთად გავგვეტარებინოს. მენატრება, რომ ოჯახური გარემო ერთად უკვე ხდება. ქალბატონი ლალი პროფესიით გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია. ბატონი შოთახი ისტორიკოსი. ისინი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობენ. მშობლები შვილს მეტად დამოუკიდებენ. პრინციპულ და მტკიცე ნებისყოფის მქონე ადამიანად ახასიათებენ. თუმცა ქალბატონ ლალის არც სოსოს ნაკლის აღნიშვნა არ უწდება. მისი თქმით იგი საკმაოდ ემოციური და ფიცხი ყოფილა. ძალიან მშვიდი ბავშვი იყო, კარგად სწავლობდა სხვათა შორის. აი გარდატეხის ასაკში უკვე ერთადერთი პრობლემა რაც ჰქონდა, რაც ყველა ოჯახშია და ყველა ბიჭიან ოჯახშია უბრალოდ ესაა სიგარეტის პრობლემა. ძალიან ისეთი კონფლიქტები ჰქონდა მამასთან, მამა ყველანაირ სადამშრალო ოპერაციას ახორციელებდა, მაგრამ რა ვიცი ვერ მოვერიეთ და დღემდე მე მგონი თქვენს ხედავთ კადრში სიგარეტი უკავია და სულ ამაზეა ლაპარაკი, რომ სიგარეტი შეამცირე. მე-11 კლასში რო იყო ზუსტად როგორი პერიოდი დაემთხვა ის სწავლას, რომ უკვე ძალიან ისე დაუწყეს ცქერა, შეიძლება გაკვეთილის გაცდენა, უბრალოდ არეულობა დაიწყო და ეს სკოლასაც გავრცელდა და ქალბატონი ცირა ჯაჯანიძე ფაქტიურად მაგათ კლასს, მე-11 კლასს სტალინის ბაღში ეძებდა მთელი დღე. რასაკვირველია ყველა მშობლისთვის მაშინ ძალიან დიდი განსაცდელი იყო, მაგრამ რომ მოვიხედ და რესპუბლიკის მასშტაბით იყო ასეთი ამბავი. ახლა ყველა მშობელი შეეგუა, შემდეგ მივიდა გორის მაშინ უნივერსიტეტი არ იყო ეკონომიკურ ინსტიტუტში და პარალელურად მეორე კურსიდან ფაქტიურად სულ მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, ქართული სახალხო დახმარება იყო, შემდეგ თიანეთში, ახალგორის რაიონში, ფაქტიურად სულ ცხელწერტილებში მოუხდა მუშაობა, ერეთში, შემდეგ 1-3 წლის წინ უკვე მერსიქორის პროგრამით დაამთავრა ვანათის წყალსადენი. იმის შემდეგ ცოტა ხანი არ უმუშავია, არაფერი უკეთებია და შემდეგ აქ ნაციონალურ მოძრაობაში ჩაება და იყო ფაქტიურად ძალიან აქტიური მონაწილე. მოველოდით, რომ ის გამგებელი გახდებოდა. არა, ნამდვილად. იცით რა, ჩვენ ისეთი პერიოდი გამოვიარეთ, რომ ასეთი ასაკის ადამიანების დაწინაურება. დავიწყოთ თუნდაც მინისტრებიდან და მოვიდეთ ჩემ შვილთან, ხო, გამგებელთან. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ის რაიკომის მდივნები და ქალაქომის მდივნები 45-50 წლისა და საერთოდ ბუნებაში არც ქონდა ეს რომ ახლა რაღაცისთვის ებრძოლა. უბრალოდ თვითონ არის ძალიან მოძრავი, ძალიან ენერგიული, არ შეუძლია უმოძრავოდ ყოფნა და რა ვიცი ეს სრულიად ისე მოვიდა შემთხვევით. დადებითი ძალიან ბევრი აქვს, აი ძალიან სიკეთით სავსე, კეთილია, უანგაროა, ძალიან იცის მეგობრის მხარში დგომა, არავის შემთხვევაში არავის არ უღალატებს, სახლში გვიღალატებს, გარეთ არავის საქმეს არ გაუფუჭებს. არ იცის ჩხუბი, კონფლიქტში არავისთან არ არის, ძალიან კომუნიკაბელური და ყოველთვის აი ახლად გაცნობილ წრეშიც კი ყურადღების ცენტრში ექცევა და უარყოფითიც აქვს, უბრალოდ ძალიან ფიცხია. მალე ბრაზდება და მე როცა უყურებ ტელევიზორში სულ მინდა ხოლმე დავიჭირო ეს მომენტი რომ ნეტავი ახლა აი რაღაც ესეთი სიტუაცია რომ ვაიმე ნეტავი ახლა გამოხატავს აი ამასთან თავის ემოციებს თუ არა. სოსომუმლაძის დები არიან თამრიკო და ანი. თამრიკოს დამთავრებული აქვს თბილისის უცხოენების სახელმწიფო ინსტიტუტი. ანიც ამავე ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. თამრიკოს უფრო ბევრია მათ ჩვენთვის მოსაყოლი, რადგანაც იგი მხოლოდ წელიწადნახევით არის უმცროსი სოსოზე. ბავშვობაში მათ ერთმანეთთან სულ კონფლიქტები ჰქონდათ, ჩხუბობდნენ ყველაფერზე. საბოლოოდ კი სოსო, რადგანაც უფროსი იყო, ყოველთვის უთმობდა დას.
ამჟამად კი და-ძმას ერთმანეთთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. ძალიან თბილია, უზომოდ თბილია, უზომოდ ერთგულია, ყველას მიმართ, ისევე როგორც საქმის მიმართ. ყოველთვის ბოლომდე არის იქ, რასაც აკეთებს, გულით, სულით. ურთიერთობებშიც ესეთია, ყავს მეგობრები, ძალიან ბევრი, სადაც მიდის ყველგან. არის ნახევარითი ანეთი მაგის მეგობარი, ლენინგორი, ერედვი, ვანათი, ცხინვალი, ოსები ყავს მეგობრები, ძალიან კომუნიკაბელურია. ახლა უარყოფითი თვისებები რა აქვს? არ ცოტა კი არა ფიცხია, ძალიან მალე იცის აფეთქება. ალბათ უფრო მეტად ამ პერიოდში ემჩნევა, იმიტომ რომ დაძაბული რეჟიმი ცხოვრობს. და არის პრინციპში ჩვეულებრივი ადამიანი, ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი. რაც შეეხება ანის, ის უფროსი და-ძმისაგან ხშირად იჩაგრებოდა. ამიტომაც ერთხელ თავდაცვის ორიგინალური მეთოდი გამოიყენა და მშობლების მოსვლამდე ისინი ოთახში გამოკეტა. ასეთი სახის ქმედებები უკვე წარსულს ჩაბარდა. ანი ჩვენთან საუბარში თავის ძმას ძალიან თბილ პიროვნებას მიიჩნევს და არც იმ სიურპრიზების აღნიშვნა ავიწყება, რომელიც ძმას მისთვის გაუკეთებია. ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა არის 9 წელი და მე ყოველთვის მიყურებდა როგორც პატარა ბავშვს და ასეთი რა ვიცი, ცოტა ჩხობებდით კიდევაც, მაგრამ თავრიკოსთან შედარებით ჩემთან უფრო იშვიათად და საკმაოდ დიდია ჩემზე. სულ რა ვიცი, დამცინებდნენ, მაბრაზებდნენ, სულ ბედობას აუცილებლად უნდა ვეტირებინე, რომ დამებედებოდა, მაგრამ სულ ტირილი და რა ვიცი. ერთხელ გამაბრაზეს რაღაცაზე მახსოვს ორივემ და ჩავკეტე საძინებელში. ძალიან შემეშინდა მე, იმიტომ რომ მემუქრებოდნენ, რომ შუშას ამოვიღებთ, გადმოვალთ, გცემთ, რა ვიცი. სანამ დედაჩემი არ მოვიდა სახლამდე, გამოკეტილი მყავდა მას. რა გამოვიდა, მე ხა დედას შეეშინდა და მე ვეღარაფერი აღარ მეკნეს, აღარ მცემეს ის. გადატვირთული დღის რეჟიმის გამო ბატონი სესო ფაქტიურად სახლიდან სულ გასულია. სახლში თითქმის შუაღამისას უხდება შესვლა. ასეთი რიტმით ცხოვრებას იგი უკვე მიეჩვია. რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს, მისივე თქმით ძალიან ემოციურია. მალე ბრაზდება ყველაფერზე. დადებითი თვისებების აფიშირებისაგან კი თავს იკავებს. ზინი საკუთარ თავს დადებითი ილაპარაკო, მაგრამ მაინც ვიცი, ვერ გეტყვით დადებითი, რა ვიცი, დადებითი სხვა უნდა შეაფასო, მე ვერ შევაფასებ ჩემი დადებითი რა. გიფიქრიათ, როდესმე აი ბავშვობაში ადამიანი ყველაფერზე ოცნებობს, რომ ოდესმე გახდებოდით გამგებელი. გამგებლობაზე ნამდვილად არ მიფიქრე, არასდროს ოცნებაშიც კი არ მქონია, ყოველთვის მინდოდა რომ პოლიციელი ყოფილიყავი და ისეთი რაღაც აქტიური ცხოვრება, როგორც პოლიციელის ცხოვრება, სულ დადიან, რაღაც დამნაშავეებს დაძდებენ. ეგეთი მინდოდა რომ ყოფილიყავი, პოლიციელი მინდოდა რომ ყოფილიყავი ბავშვობიდან და ნატურა მქონდა რომ პოლიციაში სიამოვნებდა, მომწონდა ფორმით რო იდგნენ ხოლმე და მე რო დავდიოდით ხა კარალეთის პოსტს რო ეძახიან, საგუშაგოს რო ეძახიან, ერთი სურვილი მქონდა ხოლმე რომ აი როდის შეიძლება რომ მეც აქ დავდგე და ესენი რო დგანან ლაპარაკობენ, სულ რაღაცა ისეთი მიუწვდომელი მეგონა ხოლმე და ეხლა კიდე პოლიციის გამგებლობაზე ნამდვილად არ მიფიქრე და ესეთი მწვანებით თანამდებობაზე. ახალგაზრდა გამგებელი დაოჯახებას ჯერ არ აპირებს. ისე კი სურს, რომ მისი მომავალი მეუღლე განათლებული, ლამაზი, ჭკვიანი იყოს და სურს მყუდრო ქართული ოჯახის შექმნა. ბატონ სესოს 6 წელი მარტო უხდებოდა ცხოვრება, ამიტომაც სადილების მომზადება მისთვის უცხო ნამდვილად არ არის. დაოჯახებაზე რა გითხრათ, აბა ფიზიკურად მაგაზე დროც კი არ არის რომ ვიფიქროთ. ვასწრებთ და ჩემი მოგითხრათ რომ რჩეული მყავს, მეთქი არც რჩეული არ მყავს ისეთი განსაკუთრებული, რომ ვიფიქრო რომ უკვე დაოჯახდა და ცოლად უნდა მოვიყვანო და როგორც არ ჩემში ქართველი ქალი როგორიც არის და მე როგორც წარმომდგენია მეოჯახე ზურგუნველი დედა ერთგული და ლამაზი რა თქმა უნდა მინდა რომ ეგეთი მეუღლე მყავდეს და ნამდვილი ქართული ოჯახი შევქნა. ცოტა
ჩვენ აზიატი ვარ ბატონი სასო ოცნებობს მშვიდობაზე. სურს რომ საქართველო გაერთიანებული ნახოს. მისი დიდი ოცნებაა სოხუმში ჩასვლა და ისევ ხელახლა სოხუმის ლამაზი ქუჩების დათვალიერება. ხოლო რაც შეეხება რეგიონის მოსახლეობას, იგი მათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ყოველივე კარგს უსურვებს. სურვილი და ოცნება რაც შეიძლება იყოს უნდა რომ სოხუმში ჩავიდე და სოხუმი დავთვალიერო ისე როგორც მახსოვს ადრე ბავშვობის დროს ის ძველი ლამაზი სოხუმი და აუც სამაჩაბლო აჭარა აფხაზეთი მთლიანი საქართველო იყოს გაერთიანებული პირველ რიგში ეგ მინდა ჩემ მე ის შესაძლებლობაც მექნება ყველაფერს გავაკეთებ და აუც არ შეიძლება უსურო მშვიდობა უსურო ჯანმრთელობა უსურო დოვლათი ბარაკა უსურო რა ვიცი ყოველივე კარგი ღმერთის მფარველობა ჩვენ გადაცემა ამით დასრულდა ერთ კვირაში კვლავ შეხვდებით ტრადიციულად ერთმანეთს და ესე თქვენთვის საინტერესო ნაცნობ სახეს წარმოგვიდგენთ ოჯახურ გარემოში დიდი მადლობა ყურადღებისათვის ნახვამდის